გამარჯობა, ტელეკომპანია ერთსულუნების ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ და ჩემს თანაწამყვან მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცოდვაზე. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და თქვენს ძვირფას მაყურებელს. ასეთი შეკითხვით მინდა გადმოვიდე. გადაცემას რო ვამზადებდი, აი ესე უბრალოდ დავსერჩე სლენგით ვიტყვი ცოდვა. და მაინტერესებდა როგორ განმარტებას გვაძლევდა Google-ის სხვადასხვა წყაროები. და მიზანს აცდენა, აი ესეთი განმარტება იყო ერთ-ერთი მომეწონა. არ მინდოდა ვთქვათ ყოფილიყო მხოლოდ ეკლესიის მხრიდან განმარტება ამ სიტყვის და მინდოდა რომ ცოტა ისეთი ყოფილიყო უფრო ადამიანურ ენაზე გასაგები. და ეს მომეწონა და ამოვწერე მიზანს აცდენა. რას ნიშნავს მიზანი, ანუ ვინ გვიწესებს თქვათ მიზანს, რომელი არის სწორი და არასწორი მიზანი და რას ნიშნავს ცოდვის ჩადენა და თუ ვიტყვით მიზანს აცდენა, ასე თუ განმარტავთ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთ რა იყო პირველი ცოდვა და მე სხვა ყველაფერი გამოჩნდება. კი ბატონო, დავიწყოთ პირველი ცოდვიდან. დავიწყოთ პირველი ცოდვიდან, რის გამოც მთელი სამყარო, ესე იგი, აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და ესე იგი მემკვიდრეობით მივიღეთ ესეთი ბუნება, როგორ ბუნებაშიც ვართ, რაღაცა დაცემული ბუნება, მიდრეკილი ამ ცოდვისკენ და აცდენილები ხშირად ესე იგი მიზანს. რაც სწორად აღუნიშნავს Google-ს, მიზანს აცდენა არის ნამდვილად ეს, სწორ მიზანს აცდენა არის, ოდესაც ცოდვაში არის ადამიანი. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს პირვანდელ თემას. რა იყო პირველი ცოდვა? ძალიან ბევრ ნაწერს წაიკითხავთ წმინდა მამათა მიერ, რომლებიც განმარტავენ ამას, რომ თქვათ იქ ეს ამპარტავნების შედეგი იყო, რომ რაღაცა ამპარტავნება შემოვიდა ადამიანში. იქ თქვათ ნაყროვანება იყო, რომელიც შემოვიდა, იმიტომ რომ რაღაცა ჭამასთან იყო დაკავშირებული. იქ რაღაცა თქვათ ვერცხლის მოყარეობაზე შეიძლება მოისმინოთ რაღაც საუბარი, მაგრამ მოდით უფრო დავკონკრეტდეთ რაზე არის ლაპარაკი. ნახეთ, ღმერთი უწესებს ადამიანს, რომ აი ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეგიძლიათ, გარდა ამ ერთი ხისა, რომელიც არ უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ როგორც კი შეჭამთ, მაშინვე მოკვდებით ეუბნება. და ამ ხეს ქვია სახელად ასეთი რამ ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანი ისე უნდა ყოფილიყო, რომ არასდროს არ უნდა გაეგო რა იყო სიკეთე და რა იყო ბოროტება? ანუ ისე უნდა გაგრძელებულიყო მისი ცხოვრება, რომ არასდროს არ უნდა გაეგო ეს? არა. არასწორია. აუცილებლად მივიდოდა აქამდე ადამიანი, უბრალოდ აჩქარდა. არ იყო მზად ამისთვის? არ იყო მზად კი არა, მან გადაწყვიტა აი ცოდვა რა იყო, ახლა ამის ფორმულირება მინდა არ ვიცი როგორ გასაგებად გამომევა. მან გადაწყვიტა რომ მიეთვისებინა საღვთო ფუნქცია, რომ თვითონ გადაეწყვიტა რა იყო სიკეთე და რა იყო ბოროტება. გასაგებია. იმიტომ რომ ღმერთი ეუბნება რაღაცაზე არ შეიძლება, ესე იგი შენ მას არ უჯერებ და შენ გადაწყვეტ, შეიძლება თუ არ შეიძლება. ღმერთი რაღაცაზე გეუბნება ცუდია და შენ ეუბნები რომ მე გადავწყვეტ ცუდია თუ კარგია, იმიტომ რომ მე ეს უნდა გავაკეთო. ანუ მითვისება არის ჩვენ წინა გადაცემაში თუ არ მეშლება, როდესაც თავისუფალ ნებაზე ვსაუბრობდით, ამაზეც ვილაპარაკეთ გარკვეულწილად, რომ რაღაცა ამ საღვთო ფუნქციებში როგორ ხშირად უჭერს უყვარს ადამიანს, ესე იგი თავის შეყოფა და განაჩენების გამოტანა და სწორედ ეს არის მინდა გითხრათ ცოდვა. როგორც კი საღვთო ფუნქციებში ერევა ადამიანი, ღმერთმა თქვა არ ჭამოთ და ვინ უნდა გითხრას ამაზე მეტმა? თან მით უმეტეს რომ ჩვენ ახლა ამ დაცემულობის შემდგომ ასეთი კონტაქტები ღმერთთან აღარ გვაქვს, როგორც ადამიანს ჰქონდა 60-ში. ადამი, ესე იგი რა გითხრათ, აი პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს, მოდით ესე ვთქვათ, როგორც ახლა ჩვენ დიალოგი გვაქვს, დაახლოებით ასე რომ ახლა კლადესე არ უბრალოდ წარმოდგენისთვის ვამბობ, რომ აი ესე უსმენდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ღმერთი მას ასწავლიდა, ეუბნებოდა და ადამი თანაშემოქმედი, თანაშემწე იყო, იმიტომ რომ ყველა ცხოველი მოგვარა ადამიანს და ადამიანს სახელი დაარქვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა რაც შექმნა, ადამი იწყებს ამის ჭვრეტას, რომ ვეფხვს რომ ვეფხვი ქვია, რატომ? და სპილო რატომ? ანუ მის შინაგან ბუნებას ჭვრეტს იქ იმ ხეს თქვათ რა, რატომ ქვია მცენარეს ასეთი სახელი და ასე შემდგომ, ეს იმას ნიშნავს, რომ უგონიერესი არსება არის ის. ყველა ქმნილებაზე გონიერია და რაც თავარია ღმერთი ელაპარაკება. ამ ყველაფერში მიყვება მანამ, სანამ ესე იგი არ მიადგებიან ერთ საკითხს, რა რომ ჯერჯერობით
მე ვწყვეთ, თქვათ ღმერთი წყვეთს, რა არის სიკეთე და რათი ბოროტება. ამიტომ ამ ხის ნაყოფის ჭამა ჯერ შენთვის არ შეიძლება. მაგრამ მათ მოინდომეს და შეჭამეს ამ ხის ნაყოფი, იმიტომ რომ თვითონ გადაეწყვეტათ რა იქნებოდა სიკეთე და რა იქნებოდა ბოროტება და აღმოჩნდნენ სიკეთის გარეთ, როგორც ესე იგი არაერთხელ აღვინიშნავს, რომ ან სინათლეში ადამიანი, ან სიბნელეში ორივეგან ერთად ვერ იქნებოდა. როგორც კი ამ სინათლეს მოაკლდება, მაშინვე აღმოჩნდება სიბნელეში. შესაბამისად, ეს გახლავთ პირველი ცოდვა, რაზეც მინდოდა, რატომაც მინდოდა, რომ ამითი დამეწყო, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ რა არის მიზანის ეს აცდენა, რომ აცდა თავის მიზანს, მიზანი სწორედ ეს ღმერთთან ყოფობაა. ნამდვილი და ჭეშმარიტი ბედნიერება არის ღმერთთან ყოფობა. და სხვათა შორის, ამ ბედნიერების ნაპერწკალი თითოეულ ჩვენგანში რომ არის მეხსიერებითად, არის სწორედ იმ 60-ეული ხსოვნით, სხვა მეტი კი არაფრით, რომ ისევე როგორც ადამიანისგან ვიმემკვიდრევთ ჩვენ დაცემული ბუნება, ასევე ვიმემკვიდრევთ ის მეხსიერება, რომელსაც 60-ეული მეხსიერებას ვეძახით, თუმცა კი ნაპერწკალივით არის ეს ჩვენში. არ არის სრული მეხსიერება, რომ ყველაფრის მოყოლა შეგვეძლოს იქედან, მაგრამ ბედნიერების განცდა როგორც კი შემოდის ადამიანში, მაშინვე ხვდება, რომ ამაზე მაგარი არაფერი არ შეიძლება იყოს. აი ბედნიერების განცდას ეს შეუძლია. ეხლა ყველა ადამიანს ვინც არ უნდა გააჩერო ქუჩაში ყველა თავისებურად აგიხსნით რა არის ბედნიერება, ალბათ ავადმყოფი ჯანმრთელობაზე გეტყვით და უფულიანობაზე, მაგრამ ნამდვილ ჭეშმარიტ სულიერ სიხარულზე გულისხმობ, რომელიც თუ განუცდია ადამიანს, ის აღარ დაიწყებს ლაპარაკს არც ჯანმრთელობაზე, არც თანამდებობაზე და არც კიდე სხვა რაიმე ამ ქვეყნიურზე. ყოველთვის ამ სულიერი ბედნიერების მაძიებელი იქნება. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ეს ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი ადამიანმა რაიმე ღვაწლი გასწიოს კვლავ ამ ბედნიერებას ძიებაში რო არ იყოს, რომ როგორც წარმოგიდგენიათ ის ბერები, მოღვაწეები, მეუდაბნოები, რომლებიც მთელი თავიანთ 100 წლიან სიცოცხლებს უძღვნიდნენ, ესე იგი უფალს ისე რომ არც საჭმელი ახსოვდათ, არც ჩასაცმელი და საზოგადოებისგან ესე მოშორებით უმძიმეს პირობებში მყოფობდნენ, რატომ? იმიტომ რომ ამ ბედნიერებას ჩაავლეს ხელი და აღარ გაუშვეს არაფრით. შეიცნეს ეს ბედნიერება. რა თქმა უნდა. ყოველგვარი მატერიალურის გარეშე. აბარა რომ შემოვიდა ეს სიხარული, ეს რაღაცა საღვთო მადლი, რომელიც აავსებს ადამიანს, ის მაშინვე ხვდება რა სიხარულზე არის ლაპარაკი და აი ამის მოპოვებაზე მე გამოდმებულად ზრუნავ. ვიღაცა მოიპოვა, გაუხარდა, კარგი იყო და დაანება ამაზე ზრუნვას, ამიტომ რომ ამ ქვეყნიურმა გაიტაცა კვლავ, მაგრამ ვიღაცა მიუძღვნა თავის სრულად ამას, რომ კვლავ დაუბრუნდეს ეს სიხარული. როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს თავის 50-ე ფსალმუნში, გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ძალიან ხშირად კითხულობ მე რომ რას ნიშნავს ეს სული წრფელი, ეს ფსალმუნი რატომ დაიწერა, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ცოდვით დაეცა და რას თხოვს ახლა რომ ის თვითონ წინასწარმეტყველი იყო და ეს საწინასწარმეტყველო სული დაკარგა და ითხოვს რომ კვლავ აღუდგეს, კვლავ დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ამ სულის შედეგი იყო რომ ღმერთთან ყოფობა შეეძლო, ამ სულის შედეგი იყო რომ ის ღმერთს ესაუბრებოდა და ასეთი სულიერი სიხარული ჰქონდა და ეხლა დავრდომილი, დავარდნილი მუხლებზე კი არა და განრთქმული მიწაზე ევედრება რომ სული წრფელი განმიახლე. ანუ ამ სულის განახლებას ითხოვს ის. ამიტომაც მე შეიძლება ცოტა გადაუხვიე, ხა ცოდვაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მაგრამ მეტნაკლებად ეს ეხებოდა თითქოს ამ ყველაფერს, რომ ადამიანისთვის ცოდვა არის სწორედ ეს, როდესაც ის გადაუხვევს აი ამ დასახულ მიზანს, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, მეც მომეწონა ეს ფორმულირება, გადაუხვევს ამ მიზანს, რომ ბედნიერება, რომელიც მას შეიქმნა ამ ბედნიერებისთვის, როგორ უნდა მოიპოვოს სხვა გზაზე რომ წავა, ეს არის სწორედ ცოდვა. როგორ უნდა დაუბრუნდეს იმ დაკარგულ სამშობლოს, როგორ უნდა დაუბრუნდეს ის თავის ნამდვილ მამას, რომლისგანაც შეიქმნა. აი, ყველა ამ გზიდან გადახვევა ცოდვა არის. ეს შეიძლება იყოს ხორციელი ცოდვა და ეს შეიძლება იყოს სულიერი ცოდვა. ხორციელი ცოდვა, რა თქმა უნდა, რაც ხორცს ეხება, სიძვამრუშობა და ასე შემდგომ, სხვა რაღაცა სხეულის სიამოვნებები, სულიერი ცოდვა არის, თქვათ იქ შური, ანგარება, რაღაც ესეთი ამპარტავნება, რაღაც ტყუილებით გაგაჟღენთილი რო არის ადამიანის სული, ესეთ სულიერი ცოდვა არის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ.
ასე რომ ეს ორივე თქვათ ის ხორციელი იქნება თუ სულიერი ცოდვა იქნება, ყველა შემთხვევაში გზის აცდენა, გადახვევა არის იმ გზიდან, რომელ გზასაც უნდა მიუყვებოდეს ადამიანი და გამუდმებული ბრძოლა ამიტომაც სჭირდება მას, რომ ამ გზას დაბრუნდეს, იმ კალაპოტში მოექცეს, რომელი კალაპოტიც თავისუფლებას ოკეანეში შეგიყვანს. აი მამა კახაბარ ისევ ახსენეთ თქვენ თავისუფლება და მე ისევ ჩვენ კი წინა გადაცემაში ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ, მაგრამ აი ცოდვა და თავისუფლება თითქოს ერთმანეთთან ბმაშიც მოდის და ამიტომ მინდა რომ ეს შეკითხვა დავსვა. ჩემი თავისუფალი ნებით მე ვაკეთებ ჩემს არჩევანს და ვთქვათ, მინდა ნარკოტიკს მოვიხმარ, მინდა სასმელს მივირთმევ, მინდა ვიღაცას მოვატყუებ, მინდა ვიმრუშებ. ცოდვა გასაგებია, რომ შესაძლოა რაღაცნაირად აზარალებდეს, ვთქვათ, ნარკოტიკების მოხმარება ჩემს ფიზიკურ სხეულს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ცოდვა რატომ აზიანებს სულს? იმიტომ რომ ეს ჩემი სხეული ხომ მე მეკუთვნის და ხშირად გვსმენია ჩვენ ესეთი ფრაზები, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის და როგორც მინდა, ისე მოვიქცევი. ისევ თავისუფლებასთან მოვდივარ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სხეულის და სულის გაყოფა, ჩვენ არ შეგვიძლია. ეს ერთი პიროვნება, ჩემი სული სხვა და ჩემი სხეული სხვა, ასე არ შემილია მე რო ვთქვა. მე ვარ ერთი პიროვნება ამ სხეულით და ამ სულით. ცალკე პიროვნება, როგორც კი სული ამ სხეულს მოშორდება, იცით მე რაც ემართება ადამიანს და რა მდგომარეობაში და იმას აღარც არჩევანი აქვს, აღარც სოდვის ჩადენა შეუძლია, აღარც სიამოვნების განცდა შეუძლია და აღარც ტკივილის. კი ბატონო. არაფერი, ჩვეულებრივი მიწა არის. ჩათვალეთ რომ ჩვეულებრივი მიწა არის უძრავად. ამიტომაც ეს ერთი განუყოფა და აღდგომაც როგორ მოხდება, ის ჩემი სხეული დამიბრუნდება. ის აღდგება კვლავ, რომელიმე სხვა სხეულს კი აღარ შევიძენ, განსულიერებულს შევიძენ, რა თქმა უნდა, და არა უკვე ასეთ ხორციელად დატანჯულს, თქვათ, რომ ტკივილგამცდელობა აღარ ექნება უკვე ამ ხორცს, რომელიც მომეცემა, მაგრამ იგივე სხეული იქნება. ამიტომაც ეს ერთი და იგივეა. ამიტომ რაც აზიანებს ჩემს სხეულს, თუ კი მე ზიანს ვაყენებ მას. პავლე მოციქული ამბობს, ვინც აზიანებს საკუთარ სხეულს, ის აზიანებს ღმერთის ტაძარს. რატომ? იმიტომ რომ ჩემი სხეული არის სულიწმინდის ჭურჭელი. ცარიელი ადგილი არ არსებობს. როგორც კი მე ვიწყებ ამ ჩემი სულის გამოცარიელებას, მას სხვა დაიჭერს. თუ ღმერთს გამდევნი იქედან, მას დაიჭერს ღმერთის საპირისპირო. იცით ვინც არის? და თუ მას გამდევნი, მაშინ ღმერთი იკავებს მის ადგილს. ეხლა თუ კი ვინმე ეკითხავს, მაშინ ჩემი ადგილი სად არის? ჩემი ადგილია სწორედ იქ, როდესაც მე არჩევანს ვაკეთებ, ვინ უნდა კვებოს ჩემი სული. გასაგებია. მე ჩემს ხორცს ხომ ვკვებავ რაღაცით, თქვათ, იმიტომ რომ იარსებოს, ასევე მჭირდება სულიერი საკვები. და ამ სულიერი საკვებით ვიკვებები, როდესაც მე სიკეთეს ვაკეთებ. და ღმერთი მაკეთებინებს ამ სიკეთეს. და ჭურჭელი ვარ მისი ამ შემთხვევაში, ეს სულიწმინდის ჭურჭელი. და თუ პირიქით მაშინ რა გამოდის. ამიტომაც ის რომ თქვათ, ჩემია ჩემი სხეული და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, როგორც მინდა ისე მოვექცევი, არ არის ჩემო ბატონო ეს. ღმერთმა შეგქმნა და გითხრა რომ შენ ხარ სულიწმინდის ჭურჭელი. როგორ შეგიძლება შენ მოექცე? აი ტაძარზე რომ აი დააშენებულ ტაძარს რაღაცას ვუყურებთ ახლა. ვინმე რომ მივიდეს და წარწერები გააკეთოს. ჩვენ ამაზე პროტესტი გვიჩნდება თუ არ გვიჩნდება? გვიჩნდება. რა თქმა უნდა გვიჩნდება, იმიტომ რომ ვეუბნებით რომ ეს ტაძარია ღმერთის სახლია და შენ თვითონ ხარ ღმერთის სახლი და როგორ შეიძლება დააზიანო შენი გარეგნობა? თუნდაც ზედმეტი მხატვრობით. როგორი ლამაზი მხატვრობაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა და ყველაზე ლამაზი არსება ხარ ამ ქვეყანაზე. ერთ-ერთი ველის შროშანი ვერ შეიმოსება ისეო, ასე წერია სახარებაში. სოლომონიც კი არ შემოსილა ისე ყველაზე მდიდარი ადამიანი. იმიტომ რომ როგორც შეიძლება შეიმოსოს ადამიანი თავისი სულიერი თვისებებით. ამიტომაც როგორც კი შენ იწყებ აქ რაღაცა კორექტირების შეტანას, როგორც კი იწყებ საუბარს იმაზე რომ ჩემი სხეულია მე მეკუთვნის რასაც მინდა ევასუზან. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ამაში ტყუილი კი არ არის. შენია და რასაც გინდა იმას უზავ, მაგრამ აქ ისიც არ უნდა დაგავიწყდეს რომ საიდან მოვიდა ეს შენ შექმენია შენი სხეული? შენ ააწყე რაღაცა დეტალებისგან და მე შიგნით სული ჩაასახლე? არა. არარსებობიდან არსებობაში ვინ შემოგიყვანა ის უნდა გაგახსენდეს. შენი სხეული როგორ მოგენიჭა ესეც არ უნდა დაგავიწყდეს. ამიტომაც ამ ყველაფერს თუ გაიხსენებ და იმასაც გაიხსენებ რომ სულიწმინდის სახლი ხარ და ჭურჭელი ხარ, მაშინ ცოტა სხვანაირად დაიწყებ ფიქრს რომ რასაც მინდა იმას ვიზამ, ეს აზიანებს ჩემს სხეულს და სულს და აზიანებს გადააცდენს
ჩემს ესე იგი მიმართულებას იმ გზიდან, რომელმაც შეიძლება შემეყვანოს მე ამ ბედნიერებაში. აი ახლა თქვენ საუბრობდით, რომ ეს აზიანებს ჩემს ხელსაც და ჩემს სულსაც. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე და არ შეიძლება რომ მას ბოროტება უნდოდეს, ვთქვათ, ადამიანისთვის. ამ ორივეს თუ შევაჯამებთ, მაშინ რატომ აძლევს ღმერთი ადამიანს საშუალებას, რომ ცოდვაში ჩადგეს, ვთქვათ, ცოდვაში იყოს, თუ კი ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე და ადამიანისთვის უნდა მხოლოდ სიკეთე. და მაშინ, როცა ვთქვათ, ცოდვა აზიანებს ადამიანის სულსაც და სხეულსაც. რატომ აძლევს ცოდვის ჩადენის საშუალებას? მოგახსენებთ აუცილებლად, ნამდვილად საინტერესო თემა არის, რომ საერთოდ იმ კითხვასაც ვავე, რომ აი ადამს რატომ მისცა ამისი საშუალება, რომ ის ცოდვით დაცემულიყო. მე რატომ ეძლევა ამისი საშუალება, რომ ცოდვაში ჩავარდე, რომ ესე იგი თუ კი ღმერთი კეთილია. მე გეტყვით რომ კეთილი რომ არის, სწორედ ამიტომ ხდება ეს ამბავი. კეთილი რომ არ იყოს, მაშინ იცით რა დესპოტი იქნებოდა და მე როგორც მიბრძანებდა, მხოლოდ ისე ვიმოქმედებდი. და მაშინ სიყვარულის ადგილი სადღა იქნებოდა. მე თუ ღვთის მცნებას ვასრულებ, იმიტომ რომ მიყვარს ღმერთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მამოძრავებს. ამიტომაც მე არჩევანი მაქვს გაკეთებული. მიყვარს ღმერთი და ამიტომ ვიცავ მის მცნებებს და ვეთანხმები მის ნებას. მაგრამ თუ კი ღმერთი არ მიყვარს და მე იძულებით მასრულებინებენ მის ცნებებს, ეს რა გამოდის, რომ მე რობოტი ვარ მაშინ. ან ნება მაქვს წართმეული და როგორც რობოტი იმას ჩაუდებენ პროგრამას, ზუსტად იმ პროგრამით მოქმედებს და ის ვერ გადაუხვევს ვერსად, სხვას მეც ვერაფერს ვერ გააკეთებს, ასე იქნება და აქ სიყვარული გამოვრიცხოთ უნდა, იმიტომ რომ რობოტი შეიძლება ყველაფერს გიკეთებდეს, ეხლა თანამედროვე სამყაროში ხო იცით როგორ არის? ძალიან წინ წავიდა ეს საქმე, რომ შეიძლება ყველა მოვალეობა შეასრულოს სახლში თუ ქარხანაში თუ რა ვიცი, ყველგან, სადაც მოინდომებთ, მაგრამ მას სიყვარული არ შეუძლია. მას ხომ ის არ შეუძლია, რომ თქვათ ეხლა ვინმე რობოტი აღმოჩნდეს, რომელიც ეხა იტყვის, რომ მე თავს გავწირავ თქვენთვისო და წავიდეს ესე იგი და რაღაცა ესეთი საქმე ჩაიდინოს, რომ თავგან, იმიტომ რომ მას ეს პროგრამა არ აქვს მიცემული. პროგრამაც რომ მისცენ სიყვარულის გამო კი არ გააკეთებს ამას, პროგრამირების გამო გააკეთებს. ადამიანია არსება, რომელიც თავისუფალი ნებით წყვეტს. მე ხლა ვწყვეტ ამ საკითხს ესე რომ მიყვარს ღმერთი, ვეუბნები რომ იყავ უფალო ნება შენი და მინდა რომ ეთანხმებოდეს მას ჩემი ნება. ამიტომაც თქვა თუ რაიმესგან თავი შევიკავე, მოვძლიერდი, ეს იყო ამის შედეგი და თუ ცოდვაში დავეცი, მაშინ პირიქით არჩევანი გავაკეთე, რომ იცი რა, ახლა კი მიყვარს ღმერთი, მაგრამ ეს ცოდვა მირჩევნია. ან საერთოდ არ ვცნობ ღმერთს და ამიტომ ესე მირჩევნია. ამიტომაც ესეც ერთგვარი სიკეთეა, ღმერთისგან ნაჩუქარი სიკეთე, თავისუფალი არჩევანი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ მე შემიძლია გადავწყვიტო, როგორ ვიმოქმედო და რა გზა ავირჩიო. აი თქვენ თქვით, რომ ღმერთის მიმართ სიყვარული მამოძრავებსო და ვთქვათ არ შეიძლება სხვა გრძნობით ვიყოთ გამსჭვალურები. აი ღვთის მოშიშება დაშენებულია ამ სიყვარულზე თუ ღვთის მოშიშება რატომღაც აი ისე ესმით ხოლმე, რომ გვეშინია, რომ არ დაგსაჯოს ღმერთმა. უბრალოდ ეს თემა მოიტანა და ამიტომ სადღაცას წავიკითხე ამას წინათ ორი კაცის დიალოგი და არც ვიცი მართალი გითხრათ ავტორი ვინ არის. ერთი ეკითხება მეორეს რომ ცოლისთვის თუ გიღალატიაო და არაო არ მიღალატიაო, იმიტომ რომ ღმერთის მეშინოდაო. და მეორეს კითხავენ, შენ თუ გიღალატია ცოლისთვისო და არაო არ მიღალატია, იმიტომ რომ მიყვარდაო. იცით რა, ორივე პასუხი ძალიან კარგი პასუხია, რომ ერთს ეშინოდა, რომ ესე იგი მცნება არ დაერღვია, მეორეს უყვარდა ცოლი და აი, მაგრამ რომელი ჯობია, რომელს უფრო გამართლება აქვს ზნეობრივად? რა თქმა უნდა სიყვარულს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინვე შენი სიმპათია იმ კაცისკენ გადაიხრება, რომელიც მცნების გამო კი არ აკეთებს ამას, არამედ სიყვარულის გამო აკეთებს ამას. ამიტომ შიში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ აქედან იწყება დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა. რას ნიშნავს ეს? რომ როგორც კი გიჩნდება შიში, რომ თქვათ არ აღმოჩნდი ადამიანი ჯოჯოხეთში, ამიტომ იწყებ თქვათ მცნებების შესრულებას. ეს არის პირველი საფეხური ალბათ, რომელიც ადამიანმა უნდა გადადგა. მაგრამ მე მინდა გითხრათ აქვე აღნიშნო, რომ თუ კი ადამიანი არ გადადგამს შემდგომ უფრო დიდ ნაბიჯს, იცოდეთ რომ ეს შიში მას გადაუვლის. ჯოჯოხეთის შიშით შეშინებული ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს. კვლავ დაავიწყდება ეს შიში
ყველაფერმა გაუბრალოება იცის ჩვენში, ხო? თავიდან რაღაცის გეშინია, გამოცდაზე გასვლის გეშინია პირველ, მაგრამ მეორეზე უფრო იმად გადიხარ თამამად. საავადმყოფოში თქვა კბილის ექიმთან გეშინია, მაგრამ მე ვნახავ რომ არაფერი თურმე ესეთი არ ხდება, მეორედ ესე იგი ძალიან თამამად მიდიხარ. ასეთი ადამიანის ბუნება მოწყობილია, ასე რომ ესეც გადაავლის, ჯოჯოხეთის შიშიც გადაავლის. მე რაღაცას გამოიგონებს იტყვის რომ ღმერთი მაინც მოწყალია და მაგრამ ეხლა ნახეთ მეორე და უფრო დიდი საფეხური რომ ეს მცნებები რაც წაიკითხა და შესრულება დაიწყო მისი და რომ ნახა რომ ეს ზნეობრივად ბევრად უფრო მაღლა აყენებს მას ვიდრე იმ ადამიანს რომელსაც მხოლოდ ეშინია და ამის გამო სიყვარული იხსნება. სიყვარული ეხსნება თუნდაც ის რომ ადამიანს ბოროტებას არ უკეთებდა იმიტომ რომ ესე იგი ეშინოდა ღმერთის, ეხლა უღნად რა მოხდა ადამიანზე ბოროტის გულში არ გავლის, იმიტომ რომ უყვარს ადამიანი. და ამითია გამოხატული ღმერთის სიყვარული. სხვა მეტი კი არაფრით. სხვა როგორ შეიძლება ღმერთი გიყვარდეს? რა უნდა გააკეთო ან იმისთვის, ან რა სამაგიერო უნდა გადაიხადო ეხლა იმისთვის, რაც ღმერთმა ჩვენ მოგწა. მიყვარს და ამიტომ არ ვარღვევ ცნებას, იმიტომ რომ აბსოლუტურ თანხმობაში ვარ მოსული მის ცნებებთან, იმიტომ რომ შევაფასე და მივხვდი რომ ეს ბევრად ჯობია ვიდრე ვთქვათ ის მდგომარეობა რომ შიშის გამო არ ვაკეთებ, შიშის გამო არ მოგპარე რაღაცა, თუ იმის გამო არ მოგპარე რომ მიყვარხარ და ამას როგორ გაკადრებ, ან საკუთარ თავს როგორ ვაკადრებ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბარ, მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვა. ვნახოთ. და შემდეგ დავბრუნდეთ ისევ ეთერში. და აი დავბრუნდით ჩვენ ეთერში, ვნახეთ შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს. ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში დადიან და ვთქვათ ამბობენ აღსარებას და სისტემატიურად ეზიარებიან. ხო, მაინც ისევ ცოდავენ. ესე იგი გამოდის, რომ მრევლი თვალთმაგცი და ცრუა? აი როგორი შეკითხვა არის, მართლა ძალიან საინტერესო, ბევრ ადამიანს აწუხებს ეს ეკლესიაში მოსიარულესაც და ეკლესიის გარეთყოფსაც და შევეცდები ორივესთვის გავცე პასუხი. ერთხელ ძალიან ცნობილმა ჩვენმა ქართველმა მწერალმა სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ კაცო, არ მჯერავ ხე ეს ეკლესიები სავსე არისო, ამდენი ხალხი დადისო და მაინც ამდენი დანაშაულებები ხდებაო, რაღაცა ამდენი ცოდვებს და მას თვითონ ეკლესიური გამოცდილება ეთყობა ნაკლები აქვს, ამიტომაც ეს განცდა რომ დაეუფლა სამართლიანია ეს განცდა, მეც შეიძლება გამჩენო და ეკლესიის გარეთ რომ მდგარიყავი რომ კაცო თუ ასე სავსეა ეკლესია და მე გამოდიან ეს ადამიანები, აბა სადღა ვიღა ჩადის მაშინ ამ დანაშაულს, ვიღაც ცოდავს. სინამდვილეში საქმე იმაში გახლავთ რომ ეკლესიაში მისვლა არ არის გარანტია იმისა რომ შენ აღარაფერი აღარ შეგეშლება. ეკლესია არასდროს არ ამბობს ამას რომ პირიქით ეუბნება ადამიანს რომ არასდროს არ თქვა რომ მე ამას აღარ ჩავიდენ. ესეთი აღთქმა არ შეიძლება რომ დადო. გამოხვალ და იტყვი რომ მე ამას აღარ გავაკეთებ, უფრო მეტად საშიშია, იმიტომ რომ გააფთრებული ბრძოლა იწყება მე შენ წინააღმდეგო ეს სიტყვა გაგატეხინოს ღვთის წინაშე დადებული. ამიტომაც ყოველთვის როდესაც რაღაცა ან მავნეჩვევას ებრძვის ადამიანი ან თქვათ რაღაც პრობლემა აქვს, ყოველთვის ასე სჯობს მივიდეს და ღმერთს ხოვოს. ღმერთო, შემაძლებინე რომ ვაჯობო აი ამ რაღაცა შემოტევას ეს ნება იქნება თუ რაღაცა მავნეჩვევა იქნება, რომელიც შეიძლება აწვალებდეს ადამიანს. ანუ ღმერთს უნდა თხოვოს კვლავ და ეკლესია სწორედ ამის საჭიროება. აი ეკლესია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვინც ეკლესიაში აღარ შესწოდა, მათ შორის სასულიერო პირი, რომ არაფერი შეეშლება და რომ ვის აქვს ამის გარანტია? უცოდველი მხოლოდ ღმერთია. გამორიცხ როგორ სიწმინდესაც არ უნდა იყოს მიღწეული. სულ დრო უდაბნოში იყოს და გამოქვაბულში ნაცხოვრები 100 წელი, 101 წელიწად შეიძლება შეეშალოს. ამისგან დაზღვეული არასდროს არავინ არ არის. ეს ეხლა ჩვენ იცით როგორ ამას ვამსგავსებთ, რომ ვთქვათ ესეთი რამ, რომ ამდენი საავადმყოფოები გვაქვს და ავადმყოფები რატომ არიან? გავს მაგას. ხო, ამას გავს, სწორედ ამას გავს, იმიტომ რომ საავადმყოფო იმისთვის არის, რომ ავად გამختار ადამიანს უმკურნალოს. და სანამ ამ ქვეყნად ხარ, დაცემულ ბუნებაში ხარ, გამუდმებული სულიერი მკურნალობა გჭირდება. მეტნაკლებად ეხლა ვიღაცას ქირურგიული ჩარევა და მძიმე ოპერაცია სჭირდება საავადმყოფოში მისულს და ვიღაცას ძალიან მარტივი, შეიძლება მხოლოდ მედიკამენტები დასჭირდეს და ვიღაცას შეიძლება მხოლოდ რაღაცა რჩევა რომ რა გააკეთოს და ამითი განიკურნოს ადამიანი. სწორედ ესეთი გახლავთ ეკლესიის მდგომარეობა. ვიღაცასთან თქვათ ქირურგიულია ჩასატარებელი სულიერი თვალსაზრისით ოპერაცია და ვიღაცასთან მხოლოდ
რჩევა დარიგებით შემოიფარგლები და ამ ადამიანმა მოგისმინოს და განახორციელოს. მაგრამ ეს გამუდმებულად საჭიროებს ამას ადამიანი. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ეკლესია რაღაცნაირად ესე იგი მიიღო ადამიანი და მორჩა ეხლა ის იქიდან გამოვა და ესე იგი აღარაფერი აღარ შეეშლება, არასწორი წარმოდგენა არის ეკლესიის შესახებ. თუმცა აი რაღაცნაირად უხერხულობის განცდა მაქვს ხოლმე, აი პირადად მე როგორც ერთ მაზიარებელ ადამიანს, რომ ახსარებას როცა ვამბობ და ვთქვა შემდეგ იგივე აი სიტყვაზე განკითხვა, სიტყვაზე ჭორაობა, რაც ვიცით რომ არის ცოდვა და ამას ადამიანი ჩვეულებრივ მოკლავ ცდილობ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში რატომღაც ვერ მაინც გძლევს ხოლმე ეს ცოდვა, ასე ვთქვათ. აი ისევ იგივე ცოდვის თქმა რომ მიწევს ხოლმე, რაღაცნაირად სინდისის ქენჯნა მაქვს. მე გეტყვით რომ ორმაგი სარგებელი აქვს მაგას. რატომ აქვს ეხლავე მოგახსენებთ ორმაგი სარგებელი? მაგალითად რაღაცა ცოდვა არის, რომელსაც მე ვერ ვანებებ თავს, ამიტომ მივდივარ და ხშირად ვიმეორებ ამას ახსარებაში. ერთი სარგებელი ის არის, რომ მე ამეთი უმდაბლდები. ამით საკუთარი თავის ხედვას ვიწყებ, რომ აი ესეთ მარტივ რამეს ვერ ვერევი. ანუ არავინ რომ არ ვარ, ამას ვხედავ. ეს ერთი მაგალითია სიმდაბლისა. მეორე ის არის, რომ ღმერთი ხედავს რომ მე მაწუხებს ეს საკითხი და ამიტომაც ვიმეორებ. რაც არ მაწუხებს, იმას ხომ არ ვლაპარაკობ. რაც მაწუხებს, იმას ვიმეორებ. თუნდაც ის უმნიშვნელოა თუ მნიშვნელოვანი ცოდვა, მივედი და ვუთხარი, აი ამას ვერ ვანებებ თავს მაწუხებს. და სწორედ აქ იწყება შენი დახმარება. ღმერთი იმას კი არ აფასებს, როგორ გადაეჩვიე შენ ამ ცოდვას და აღარ ცოდვა. პირიქით, ეს შეიძლება საშიშიც იყოს. რაღაცა მომენტში რო თქვა, რომ მე დავძლიე ამ ცოდვას და მორჩა აღარ ცოდვა. შეიძლება რაღაცა ამპარტავნული მომენტი შემოვიდეს შენში, რომ აჯობე ცოდვას და გავიცდება, რომ შენ კი არ აჯობე. აი ამ მოქმედებამ გამოიწვია ეს, რომ მიდიოდი და რომ გაწუხებდა და ასე რომ წუხდი, რომ აი მე რაღაცა ესე ცოდვაში, აქ გამოიჩინა ღმერთმა დიდი მოწყალება და განკურნა ამ ცოდვისაგან. ამიტომაც ნახეთ, ბევრი სარგებელი აქვს ამას, ერთი და იგივე როგორ გავიმეორო, უნდა გაიმეორო. კი, ხშირად აწუხებთ ეს ადამიანებს და ამიტომ ჩემი მაგალითით გადავეკიდე ამ საავადმყოფოებს, მაგრამ ერთი და იგივე დაავადება რო დაემართოს ადამიანს, აღარ მივა საავადმყოფოში. ანუ შარშან თუ გაციუდა წელს გაციებული, აღარ მივა ამის გამო? ამიტომაც უნდა მივიდეს, როგორც კი შეაწუხებს, უნდა მივიდეს და გაიმეოროს იგივე. პირიქით, რამე ახალი აღარ უნდა მოიგონოს და დამართოს თავის თავს, თორე იგივეს თუ გაიმეორებს, იმ იგივესთან კურნალობის მეთოდი უკვე რაღაცა გამოცდილი ექნება მოძღვარსაც და მასაც და ამ ურთიერთობაში ესე იგი სიკეთეს მიიღებს. იმით რომ თვითონ დამდაბლდება და იმით რომ ღმერთი დაინახავს, რომ აი როგორ აწუხებს ამ ადამიანს ეს საკითხი, რაც დახმარების ესე იგი პირდაპირ ის იქნება ობიექტი ამ შემთხვევაში, რომ ღმერთი შეეციოს მას და მოაშორებინოს თავიდან ეს ცოდვა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ერთი კვირით გემშვიდობებით თვალი გვატევნეთ სოციალურ ქსელებში, გამოვყევით Facebook-ზე, TikTok-ზე, მოგწერეთ თქვენი შეკითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაშერებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.